იღუმენი ნიკონი, სინანული. შესულელო კვეხარა შოშია, რა გაქვს დასაკვეხნი? ხორცით მოხუცი და სნეული ხარ, სულით უხმარი, მხოლოდ ცოტა მეხსიერება შეგრჩენია და სულიერ საგნებზე ლაყბობის უნარი. მერე და ესეც ხომ შენი მონაპოვარი ან მოხვეჭილი კი არ არის, დაბადებით მოგეცა და იმასაც უფრო მეტად ბოროტად იყენებდი. თუმცა ყველაფერში სრულყოფილიც რომ იყო, მაშინაც კი ღვთის მცნებების თანახმად, როგორ უნდა ფიქრობდე საკუთარ თავზე, თქვით ვითარბეთ მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა გვედვა ყოფათ და ვყავთ. შენ კი რა გაგიკეთებია, რომელი მცნება ერთი მაინც შეგისრულებია სუფთად, ისე რომ არაფრით შეგესვარა. გავბედავ და ვიტყვი, არც ერთი, მაშ რით უნდა იამაყო? კარგად გარჩიე ეს გულსა და გუნებაში, გაითავისე, რომ არათუ შენ, პავლე მოციქულსაც კი, მისივე თქმით, არაფერი ქონდა საამაყო. თუ საკუთარ თავს ამ თვალით შეხედავ, მაშინ ამ პარტავნული და ცუდმე დიდი აზრებისა და გრძნობების განდევნა უფრო გაგიადვილდება. პირველი, მასთან არ დათანხმებით და მეორე, იესო ქრისტეს სახელის მოხმობით. ეს აზრები და გრძნობები ერთ ჭუჭყიან გროვად უნდა შეკრა ყველა ვნებასთან ერთად. ისინი სხვებზე უარესებიც კი არიან დავიანთი მავნებლობის მხრივ. ყოველი მათი გამოვლინება გონებაშიც, გრძნობაშიც და თვით სხეულის მიხრა მოხრაშიც კი ნიადაგ უნდა ვდევნოთ და აღმოფხვრათ და ამავე დროს უფლის შეწევნაც უნდა ვითხოვოთ. სანამ კაც თავის სხვებზე უკეთესი, მათზე ღირსეული ჰგონია, ვერასოდეს მიიღებს ვერც მობიერებას, ვერც გლოვას და ვერ შესძლებს სულიერ კიბეზე აღმასვლას. გონებით უფლის ფეხებთან უნდა იყო განრთქმული და მის წინაშე გააშიშლო სულისა და ხორცის ყოველი უჯერო მოძრაობა, ისე რომ არ შეგრცხვეს და თავის მართლების და ღელვის ფოთოლი არ აიფარო. როგორც გირჩიე, ყურადღებით და რამდენიმე საათის მანძილზე იკითხებს ალბუნები, ნურავის ნურაფერს ასწავლი, ეცადე მთელი დიდ მარხვა განმარტოებით გაატარო. წერილებშიც და საუბრებშიც ერიდე მრავალ სიტყვაობას. ბევრი რამ შეიძლება ერთი სიტყვით, ერთი ასოთითაც კი ითქვას. შენ კი წერილებში უქმის მეტყველებას ეძლევი. ღამე მარტო დარჩენისა არ უნდა გეშინოდეს. სიბერე წამოგწევია და კიდევ ძიძები გინდა ჰყავდეს. თან თავიც მოგაქვს. არავის არაფრად სჭირდები. შენი ნივთები კი კაპიკის ფასია. ჩვენ ყველანი ღვთის ხელში ვართ, ხოლო თუ ძიძების იმედი გექნება და არა ღმერთისა, დღისითაც შეიძლება გაგძარცვონ. უფრო ნაკლებად მოიწონე თავი შენი ვნებებითა და სევდიანობით. თუ ცოტა შიმშილს ვერ გაუძლებ, ვნებებისაგან გასანთავისუფლებლად, ან და მცირე ყვედრებას, მთელი შენი მწუხარების განსაკარებლად, ესე იგი, ყველა შენი ტანჯვა და მწუხარება უფრო ნაკლები ყოფილა, ვიდრე მცირე თავშეკავებით ან ყვედრების სიტყვით მოყენებული ტანჯვა. შენ კი ერთთავად მაგ შენი ვნებებითა და სევდიანობით ცხოვრობ. ბებერი ყბედი და ენა ჭყარტალა ხარ, თანაც ტრაბახობ რომ ლოცულობ ჩემთვის. ყოველ წუთს იგლოვე, რომ არაფერში არ ვარგიხარ. მაშინ უფალი შეგიწყალებს როგორც მესვერეს, როგორც მეძავს, როგორც უძღებ შვილს და თავი აიძულე, შეიკრძალო მუცელიც. გრძნობებიც და ენაც, სულ მცირე მცნებების დარღვევაც კი დაე
ახალი და ახალი საბაბი გახდეს გულის შემოსრულებისათვის და შეწყალების თხოვნისათვის. იესოს ლოცვის ნაცვლად უფრო ხშირად მეზვერის ლოცვა თქვი, თორემ ამითაც უფრო იწონებ თავს შეუხმარო მხევალ. აუცილებლად მიუტევე ყველა ნამდვილ და მით უფრო წარმოსვახით შეურაცხყოფელს. ყველა ვინც შეურაცხყოფდა სიკეთეს გიკეთებდა, ისინი შენი კეთილის მყოფელნი არიან, ხოლო ვინც გაქებდა, ისინი მლიქვნელები. თუ არ მიუტევებ, ამაოა მთელი შენი მოღვაწეობა, ლოცვებიც და სხვა ყველაფერიც. აქედან დაიწყე, დასასრული კი უსასრულოა. უფალი გაკურთხებს და შეგეწევა. ნურავის ეკამათები, მით უფრო ნურავის წაეჩხუბები და ტყუილად ნულაყბობ. შინ იჯექი და ნურსად გაემგზავრები. მოკითხვა ლიზას და კურთხევა ყველა ნაცნობს. შემინდე, თუ შეგიძლია დაიტიო, ეს წერილი ჩვენებს მიეცი წასაკითხად. სულის მშვიდობა როგორ უნდა მოიპოვო, იცი, ეს თავად უფალმა მიგვითითა. ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. მაშასე იგლოვე, რომ მრისხანე და ანჩხლი ხარ, თანაც ცუდ მედიდი და ამპარტავანი. შეიყვარე ყვედრება, შენდობა, სთხოვე ადამიანებს და ასე შემდეგ. ასევე მოეშვი ამად ბრძნობას და როცა საქმით არაფერი გაგიკეთებია, გონება წინ ნუ გისრებს. მოითმინე ყველაფერი და შენი ნაკლოვანებებიც. მაშინ ძალი ღვთისა თავის დროზე მოაუძლურებს შენს მტრებს და ისე მოერევი მათ, როგორც უცხო ტომელნი განდევნა უფალმა მოსესაგან, როცა ებრაელები აღთქმული მიწისკენ მიდიოდნენ. იშრომე, რასაც დათესავ, იმას მოიმკი. კიდევ იმასაც შეგახსენებ, რომ თუ უფრო ხშირად ილოცებ შიშით და მოწიწებით, მიხვდები, რომ შენ თვითონ არავითარი ჭეშმარიტი სიკეთის ქმნა არ შეგიძლია. მაშინ შენი ლოცვა სულ უფრო მდაბალი გახდება და სიმდაბლის ეს განწყობა ლოცვის დროს, რომ იშვება, იმ დროზეც გავრცელდება, როცა არ ლოცულობ და კიდევაც შენარჩუნდება უფლის სახელის ხშირი ხსენებით. ყურადღება მიაქცი ამ სიტყვებს. მათგან ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა ილოცო და რაც შეიძლება ხშირად უნდა მიმართო უფალს. ესაა წამალი ყველა სნეულების საგურნებლად. 1960 წლის 9 თებერვალი.